ჩაბატა აეროგრილში და ღუმელში. დღეს მინდა გაგიზიარო ბევრისთვის საყვარელი იტალიური პურის ჩაბატას რეცეპტი. ჩაბატას მომზადებისას დრო აკეთებს საქმეს ჩვენს ნაცვლად. მომზადება უმარტივესია, არც მოზელვა სჭირდება, საჭიროა მხოლოდ ცოტა მოთმინება. თანაც ამ ვიდეოში გაგიზიარებ მომზადების ორ ვერსიას: სწრაფი და ხანგრძლივი ფერმენტაციით, ღუმელში და აეროგრილში და ერთად შევადაროთ და შევაფასოთ ვისთვის რომელი ვერსია არის უკეთესი ან მოსახერხებელი. სანამ მომზადებაზე გადავალ 2-3 სიტყვით მისი ისტორია მინდა მოვუყვე. ჩაბატა იტალიურად ნიშნავს ჩუსტს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს და ცოტა სახალისოც ასეთი სახელი ხვდა წილად. როგორც ამბობენ, ნაწილობრივ ცოტათი მოგრძო და გაბერილი ფორმის გამო. ჩაბატა შედარებით თანამედროვე იტალიის შვილია, საუკუნოვანი ისტორიის გარეშე, რომელიც შეიქმნა ერთი მიზნისთვის, კონკურენცია გაეწია ფრანგული ბაგეტისთვის. იმ პერიოდში იტალიაში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ფრანგულმა ბაგეტმა და უკან დაწია იტალიური პურების მოთხოვნა, რაც პატივმოყვარე იტალიელებისთვის გამოწვევად იქცა და სწორედ ფრანგული ბაგეტის პასუხი გახდა იტალიური ჩაბატა. ჩაბატა არის ცხოველი არნალდო კავალარის მიერ 1982 წელს შექმნილი პროდუქტი და აქ საკვანძო სიტყვა სწორედ პროდუქტია და არა რეცეპტი. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მსგავსი მაღალი ჰიდრატაციის ცომები იტალიაში მანამდეც არსებობდა. კავალარიმ კი გააერთიანა რამდენიმე კომპონენტი, რითიც პროდუქტის სტანდარტიზაცია და რებრენდინგი მოახდინა. ჩამოყალიბდა ამ პურის ტიპიური მახასიათებლები, რაც გულისხმობს მაღალი ჰიდრატაციის ცომს, არათანაბარ ქაოტურ ფორებს, ბრტყელ ოდნავ გაშლილ ფორმას ჩუსტივით, თხელ ხრაშუნა და ხშირად ხანგრძლივ ცივ ფერმენტაციასაც. ასევე მისცა კონკრეტული სახელი, რაც საკმაოდ საინტერესო იყო მარტივად დასამახსოვრებელი და ალბათ სადღაც სასაცილოც. არ არსებობს ერთი სტანდარტით გაწერილი რეცეპტი, მაგრამ ცნობილია, როგორი უნდა იყოს ეს პური ვიზუალურად და სტრუქტურულად, ხოლო ვინ რა გზით მიიღებს ამ შედეგს, ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ მცხოვრებელზე. კავალარის დროინდელი ჩაბატას მომზადება განსხვავდებოდა, ისე ფუძნებოდა ხანგრძლივ ინტენსიურ მოზელვას, თუმცა დროთა განმავლობაში პრაქტიკა ამაჩვენა, რომ მსგავსი შედეგის მიღწევა შესაძლებელია ნაკლები ჩარევითაც, ცომის დასვენებით და ეტაპობრივი გადაკეცვებით. ამიტომ ჩაბატა ხშირად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ არტიზანულ პურად, მარტივი რეცეპტით, თუმცა ტექნიკურად მაინც სიზუსტესა და გამოცდილებას მოითხოვს. მე და შეფი კი დღეს გაგიზიარეთ რეცეპტს, რომელიც არაერთხელ ვცადეთ, ყოველთვის გამოდის საოცრად არომატული პური და მომზადებისას თათიც კი არ დაგვესვრება. შეფი ისე დაღვინდა და შევიდა ბალზაკის ასაკში, არც ერთი ჩუსტი არ შეუჭამია მართლა. ამ ჩუსტს კი ვფიქრობ სიამოვნებით გაუსინჯაო და გემოს, მაგრამ ჩემი შეფი მაინც უფრო ინტელექტუალი სპორტსმენი და მკვლევარია, ამიტომ აღზრდა, მაღალი თვითშეგნება და თავშეკავება მაინც იმარჯვებს შეფის მსუნაგმოცელზე, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. ახლა კი დავიწყოთ. პირველ რიგში ვიწყებ ხანგრძლივი ფერმენტაციის ვერსიით. ცივ წყალში დავამატე ძალიან ცოტა საფუარი. საფუარის რაოდენობა ამ რეცეპტში ფაქტიურად სიმბოლურია. დავამატე 3 ეტაპად ფქვილის უმეტესი ნაწილი, ავურია და დავტოვე 5 წუთით. დრო რომ გავიდა, დავამატე მარილი, დარჩენილი ფქვილი და ზეთი. ვურებ ისე, რომ ფქვილის მშრალი ნაწილაკები არ დარჩეს. ცომი ამ დროს არის არათანაბარი და თხელი, ეს ნორმალურია. ასე დავტოვე 40 წუთით. დრო რომ გავიდა, გავაკეთე ცომის გადაკეცვა 4 მხრიდან. აუცილებლად ცველი ხელით და ისევ დავტოვე 30-40 წუთით. შემდეგ კიდევ გადავკეცე, ისევ დავასვენე 30 წუთი. მეორე გადაკეცვის შემდეგ ცომს უკვე ეთყობა, რომ ფორმა ყალიბდება, ალაგ-ალაგ ჩდება ბუშტები. მესამე ცოტათი განსხვავებულად გადავკეცე. ცომის მთლიანი მასა 2 ხელით შუიდან წამოვწიე და ჩამოსული ცომი შევუკეცე ქვეშ. ზუსტად იგივე გავიმეორე მეორე მხრიდან. ამ ეტაპზე შეიძლება უკვე მაცივარში მოთავსება ფერმენტაციისთვის, თუმცა ჩემს ცომს ვატყობ, რომ ოდნავ კიდევ სჭირდება გამყარება, ამიტომ 30 წუთი ისევ დავასვენე, კიდევ ერთხელ გადავკეცე და აქ უკვე კარგად ჩანს, რომ ცომი ცოცხალია, ფორმას იჭერს, შერხევისას იგრძნობა შიგნით ჰაერი. მარტივად რომ თქვა, ხშირად 3 გადაკეცვა საკმარისი არის, თუმცა თუ ცომი მალე გადის გვერდებში და შედარებით თხელია, შეიძლება დამატებით 1-2 გადაკეცვის გაკეთება. ბოლოს ზედაპირზე გადავუსვი ზეთი და გადავაკარი საკვები ცელოფანი. შევდგი მაცივარში 12 საათით. ამ დროს ყალიბდება პურის გემო და არომატი. სწორედ ხანგრძლივი ფერმენტაცია და არასწრაფი ამოფუება საფუარის დიდი რაოდენობის ხარჯზე გვაძლევს ნამდვილი პურის გემოს. 12 საათი რომ გავიდა სამზარეულო სტილოს, უხვად მოვაყარე ფქვილი და გადმოვიტანე ცივი ცომი. ფქვილი მოვაყარე ცომის ზედაპირსა. ძალიან ფრთხილად გავასწორე, ისე რომ არ დავაზიანო უკვე არსებული ბუშტუკები და შემდეგ დავჭერი სასურველი ზომის პურები. პურებს შორის ილოს დახმარებით გავაკეთე მცირე ბორტები, იმისთვის რომ ცომი არ შეეწებოს ერთმანეთს. გადავაფარე და დავტოვე ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 1
10-დან 2 საათამდე. ამ დროს ცომი თბება და საფუარი იწყებს გამოღვიძებას. დრო რომ გავიდა ძალიან ფრთხილად გადავიტანე სათითაოდ საცხობ ლანგარზე. გადატანამდე შეიძლება ზედმეტი ფქვილის ფუნჯით მოცილებაც, თუმცა ჩემი გემოვნებით ცხობისას მოხალული ფქვილის არომატი კიდევ უფრო აგემრიელებს პურს. შევდგი გამოსაცხობად წინასწარ გახურებულ ღუმელში 240 გრადუსზე, თავიდანვე ზედა ქვედა წვაზე. კონვექციის რეჟიმი სასურველია. ძალიან ხრაშუნა ქერქისთვის ღუმელში შეიძლება ცოტა ყინულის შეყრაც თავიდან, თუმცა ამის გარეშეც ძალიან კარგი გამოდის. ჩემთან დასჭირდა დაახლოებით 40 წუთამდე. ახლა გადავდივარ სწრაფი ჩაბატას ვერსიაზე. აქ თითქმის არაფერი იცვლება დროის, საფუარის რაოდენობის და წყლის ტემპერატურის გარდა. თბილ წყალში ჩავყარე საფუარი, შემდეგ ფქვილი ავურიე კარგად, რამდენიმე წამი სჭირდება ამ პროცესს და დავტოვე 10 წუთით. დრო რომ გავიდა, დავამატე მარილი, სულ ოდნავ წყალი 1 სუფრის kovzi, უბრალოდ მარილის გადანაწილებას რომ დაეხმაროს. ცოტა ზეთი, კიდევ რამდენიმე წუთით დავამუშავე ცომი მსუბუქად და დავტოვე 20 წუთით. დრო რომ გავიდა, გავაკეთე გადაკეცვა. ამ შემთხვევაში ვარჩიე გადაკეცვის ეს ვერსია, რადგან ცომი სწრაფად უნდა ამოვიდეს და ეს მეთოდი უფრო მალე აყალიბებს სტრუქტურას. გადავკეცე ორი მხრიდან, როგორც ვიდეოში ჩანს და ისევ დავტოვე 20 წუთით. შემდეგ კიდევ გადავკეცე, საერთო ჯამში სულ 3 გადაკეცვა გავაკეთე 20 წუთიანი ინტერვალებით. ცომის სტრუქტურა თვალსა და ხელშუა იცვლება და ეს კარგად ჩანს. პროცესი იმდენად სასიამოვნოა, 20 წუთის გასვლას მოუთმენლად ველოდებით ხოლმე. მე და შეფი რომ ცომს შევეხოთ. მოკლედ, ბოლო გადაკეცვის შემდეგ ცომი დავტოვე რომ ამოვიდეს, დაახლოებით 2 საათამდე დასჭირდა თბილ ოთახში. შემდეგ კი ყველაფერი სტანდარტულად. როგორც პირველ ნაწილში, ცომი გადმოვიტანე ფქვილ-მოყრილ ტილოზე, დავჭერი ფრთხილად მოვუსწორე გვერდები და დავტოვე 20-30 წუთი. ნაწილი ღუმელში გამოვაცხვე, ნაწილი კი აეროგრილში. 200 გრადუსზე, ჩემთან დასჭირდა 30 წუთი და ბოლო 10 წუთი 150 გრადუსზე კარგად რომ გამოცხეს შიგნით. ზაფხურები ცოტათი გავაგრილე მარტივად რომ დამეჭრა. ეს არის ხანგრძლივი ფერმენტაციის პური, ასეთი გამოდის ჭრილში, არომატი საოცარი აქვს და უგემრიელესია. ეს კი არის სწრაფი ვერსია, აეროგრილში გამომცხვარი. ძალიან კარგი სტრუქტურა აქვს, უკეთესიც კი ვიდრე პირველ ვერსიას. ეს კი სწრაფი ღუმელში გამომცხვარი. ყველა საოცრად გემრიელია, თითქმის უსაფუარო უშაქრო პური, რომლის მომზადება ყველა შეუძლია სახლში ზედმეტი ინსტრუმენტების გარეშეც. ხელი გულით გირჩევ, მოამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე.